კორუფციის მიმართულებით ქრთამის აღებას, ყოფილი თანამდებობანი არის თქვენი გქონდა მას უმაღლესი თანამდებობა იკავა, რა სიტყვით ამ საქმეზე? ზოგადად ხედავთ, როდესაც ხელისუფლება საუბრობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ჩვენ ამას გულისხმობთ კიდეც. ასე რომ სამართალდამცავი უწყებები მოწადინებული არიან, რომ მომართულიანიან იმისკენ, რომ ამ მხრივ პოლიტიკურ თუ სხვა თანამდებობრივ საკითხებზე მნიშვნელობა არ ჰქონდეს. ასე რომ ხედავთ პროკურატურა, შინაგანსაკითხთა სამინისტრო, სახელმწიფო სამსახური არიან ძალიან აქტიურად მოქმედებენ ძალიან აქტიურად იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა შესაძლო კორუფციული ფაქტი. ასე რომ გენერალურმა პროკურორმა დღეს დეტალურად ისაუბრა იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც წარდგენილია. შესაბამისად, შინაარსობის საკითხებზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. პროკურატურა არის კომპეტენტური იმაზე, რომ ისაუბროს ყველა ამ თემასთან დაკავშირებით, ყველა მტკიცებულებასთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ის დაპირება, რაც პრემიერ-მინისტრმა მისცა პარლამენტს და ხალხს, როდესაც ის არჩეული იქნა პრემიერ-მინისტრად, რომ საქართველოს კორუფციის სიმცირით საუკეთესო 3-ში შევა ევროპის, სწორედ ეს დაპირების ნაწილი არის ის, რომ კონდეს რაც შეიძლება აქტიური გამოვლინა მათ შორის კორუფციულ შემთხვევებში. თვითონ ფაქტი არის მძიმე, ხო, თქვენს თანაგუნდელს ეხება და აღმოჩნდა, რომ ეს კორუფციის ნაწილი იყო შოთაურის პირობსაც ედავებით. ეს პრემიერის განცხადება რაც არის, რომ იქნება შემწყნარებელი კორუფციის მიმართ, რამდენად ახსნადი არის სხვებისთვის, იმიტომ რომ კითხვები იქნება გუნდის მიმართაც, ხო, საზოგადოების ნაწილის მხრიდან, რომ სადიყო გუნდი მაშინ თუ ესეთი ფაქტები ხდებოდა. ამ ნაწილში რა შეგიძლიათ თქვა? სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ მას აქვს უნარი, რომ მათ შორის თუ კი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცნობები, ესეც გამოავლინოს. ეს არის სწორი ინსტიტუციური მოწყობის შედეგი, რომელიც მათ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მათ შორის სამართალდამცავ უწყებებში აქტიური ასე ვთქვათ კორუფციასთან დაკავშირებით აქტიური გამოვლენით და გამოძიებებით იქნა მიღწეული. ასე რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ როდესაც ვსაუბრობ ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ჩვენ ამას გულისხმობთ კიდეც. ბატონო შავა, ამ თემას გავაგრძელებ. ახლა როგორ აღმოჩნდა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში დაინახეთ ყველაფერი და ბოლო 1 წლის განმავლობაში აღმოაჩინეთ, რომ პრემიერ-მინისტრს უკანონო შემოსავლები ჰქონდა, თავდაცვის მინისტრი ფულს იპარავდა და გრიგოლ ლილუაშვილს აგერ კოლ-ცენტრები ჰქონია, ხო? აქამდე არაფერი იცოდით ამის შესახებ? ანუ ბავშვების კვებიდან იპარავდა ფულს და ჰქონდა პლუს კოლ-ცენტრები. რაზე მიუთითებს ეს ყველაფერი? აქამდე საერთოდ წარმოდგენა ჰქონდათ ამ საკითხზე? ის აზრით დღეს გენერალურ პროკურორმა ისაუბრა, მათ შორის ერთ საინტერესო დეტალზეც მიუთითებს და ალბათ თქვენც უნდა დაფიქრდეთ ამაზე, რომ როგორც ჩანს, იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული და უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია. ასე რომ მე ამაზე დავფიქრდებოდი, თუ რასთან მქონდა საქმე, როგორც ჩანს, არა, ესეც გვაფიქრებინებს ჩვენ, რომ მათ შორის რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედიაც, როგორც ჩანს, დაკავშირებული ან შეთანხმებული იყო ასე დროს იმისთვის, რომ შესაბამისი მედია გაშუქება ჰქონოდა ან არ ჰქონოდა რაღაც საკითხებს. ასე რომ ეს საინტერესო დეტალი არის, რაზეც დღეს პროკურატურამ ისაუბრა, იმედია რომ კიდევ უფრო მეტ დეტალს გავიგებთ ამასთან დაკავშირებით. გაკეთება არ გამოგივართ ბატონო შავა, იმიტომ რომ არაერთი მაღალჩინოსანი დააკავეთ ბოლო პერიოდში და ეს პირველი შემთხვევა არ არის და მხოლოდ ამ საკითხზე აქცენტის გაკეთებად ალბათ ვერ აარიდებთ თავს ამ თემაზე საუბარს. ან კორუფციაში იყო ჩაფლული მთელი ქართული ოცნების გუნდი, ბავშვების კვებიდან ფულს იპარავდნენ, რა ვიცი, კოლ-ცენტრებიც არსებობდა და აქამდე არავინ არაფერი არ იცოდით და ეხლა აღმოაჩინეთ ყველაფერი. ის თავად ის ფაქტი, რომ პროკურატურა, შინაგანსაკითხთა სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახური ავლენს იმ ასეთ სავარაუდო კორუფციის შემთხვევებს, რომელიც სხვადასხვა მიმდინარე გამოძიებებით ჩანს, თავად ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ხელისუფლება, როდესაც საუბრობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ამას გულისხმობს კიდეც და პირიქით ეს აჩვენებს თავად გუნდის სიძლიერეს და მოწადინებას, რომ რაიმე მანკიერი
გამოვლინებები გუნდის შიგნით არ იყოს. ბატონო შალო, არასკევს დაგისვით ეს მითქვა და დღეს აუცილებლად უნდა გაგიმეოროთ. გკითხეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი იღებს თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ კორუფციაში არიან ჩაფლული ადამიანები, ვინც თავად მოიყვანა ხელისუფლებაში, ვისაც თავად მისცა ძალაუფლება და ასე შემდეგ. იქნება ეს ლილუაშვილი თუ დანარჩენები, ხო? ეს ადამიანის პასუხისმგებლობაც ხომ არის, ივანიშვილის პასუხისმგებლობაც ხომ არის იმ ყველაფერში, რაც ახლა ხდება, აი კორუფციას რო ებრძვით. ხო, მის პასუხისმგებლობას ვერ ხედავთ? ან თავად ვერ გრძნობს ამ პასუხისმგებლობას? შეცდომა იყო ლილუაშვილი და ეს ხალხი ივანიშვილის? კიდევ ერთხელ, თავად ის ფაქტი, რომ ხდება გამოვლენა კორუფციული შემთხვევებისა და ის ფაქტი, რომ სამართალდამცავი უწყებები არ ერიდებიან პოლიტიკურ პოზიციებს, თანამდებობებს და ასე შემდეგ, ადასტურებს იმას, რომ ერთის მხრივ რომ არანაირი მორიდება არ არის, ოდესაც საუბარია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და მეორე, რომ დამოკიდებულება არის სერიოზული და ოდესაც საუბრობთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ჩვენ ამას გულისხმობთ კიდეც. თქვენ როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და ის არჩეულ იქნა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარედ, თქვენ თუ გაიხსენებთ მის გამოსვლას პარტიის ყრილობაზე, აქცენტები, რომელიც მან დასვა, მათ შორის ეხებოდა კორუფციის საკითხებს, იმას, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ იმ პირობებში, როდესაც ხედავთ ჩვენ, რომ მათ შორის მედია როგორც ჩანს და აი ამ გამოძიებით როგორც ჩანს არის ამასთან დაკავშირებით გარკვეული მტკიცებულებები, რომ რადიკალური ოპოზიციის მედიაც კი შერჩევით გაჩვენებას აწარმოებდა და შეკრული იყო სხვა ჯგუფებთან, როდესაც თავად რადიკალური ოპოზიცია ვერ ასრულებს რაღაც იმ როლს, რასაც ქვია რეალური ოპონირება, მნიშვნელოვანია რომ თავად გუნდი იყოს თვითკრიტიკული, ჩახედოს, იყოს ძალიან კონცენტრირებული იმაზე, რომ რაიმე მანკერი გამოვლენა გუნდის შიგნით დაიწყოს. ილონ მასკსა და მეყანწის შორის ძალიან რთული ავირჩიო რომელს უპასუხო. მოდი მაინც ილონ მასკს ვამჯობინებ და შემდეგ ალბათონ მეყანწიშვილს. ქსელზე საუბრობს ეს ადამიანი და ამბობს, რომ საუკუნის თაღლითობა არის, რადგან ფინანსდებიან კონკრეტული მთავრობების მიერ და იწოდებენ არასამთავრობოებად და გამოიყენებენ ისეთ საქმეებისთვის, რომელსაც თვითონ მთავრობები ვერ ახორციელებენ, რადგან უკანონოდ ჩაიწყებოდა. ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ ამდენი ხანია და რატომაც ჩვენ ბრიუსელმა და მისმა წარმომადგენლებმა შეგურაცხეს რამის ანტიდემოკრატებად, ზუსტად ამას ამბობს დღეს ილონ მასკი და ამერიკის ხელისუფლება. რომ ეს არის ოქსიმორონი და ეს არის აბსოლუტური ყველაზე დიდი აფერა 21 საუკუნის არის ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად ფინანსდებიან უცხო მთავრობებისგან და შესაბამისად არიან მთავრობების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები და თან ამავე დროს უცხო მთავრობების მიერ დაფინანსებული პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკაში. ასე რომ სწორედ ეს აფერა ამხილა დღევანდელმა ხელისუფლებამ, ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატების და სწორედ ამიტომ ჩახსნა ყველანაირი დაფინანსება ამ მანკიერი სისტემისა და მე სხვა დროსაც თქვი და გავიმეორებ, ეგრეთ წოდებული NGO სისტემა ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც დასავლეთმა თავს მოახვია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ეგრეთ წოდებულ ახალ დემოკრატიებს, თვითონ როგორც იარლიქს გვაკრავდნენ ხოლმე, რომ რაღაც ისა ვართ, რა ქვია, არასრულწლოვანი დემოკრატიები ვართ. ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიების წინააღმდეგ გააკეთა დასავლეთმა, ეს არის სწორედ NGO სისტემა, რომელთაც ჩვეულებრივად საკუთარი უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლები ჩასვეს ყველგან, სადაც კი შეეძლოთ ჩაესვათ. ჩართულები იყვნენ კანონშემოქმედებაში, ჩართულები იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში, ჩართულები იყვნენ სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში, ჩართულები იყვნენ მედიის საქმიანობაში, ყველგან არის უცხო ქვეყნის ხელისუფლებების საცეცები ჩანერგილი სხვა ქვეყნებში და სწორედ ეს თქვა კიდევ ერთხელ გაიმეორა ილონ მასკმა, რომ ეს არის აბსოლუტური ოქსიმორონი, რომ უცხო ხელისუფლებების
უცხო მთავრობების დაფინანსებულ ორგანიზაციებს უწოდო არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ერთი ხელით იმართება ის ეკონომიკური დივერსია, რომელიც დღეს ხორციელდება ქართული ხალხის წინააღმდეგ, როდესაც ისტორიაში ყველაზე დიდ ინვესტიციას, რომელსაც არ აქვს არანაირი რაიმე ნაკლი და ინვესტიცია, რომელიც მხოლოდ ასე ვთქვათ, ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდას მოიტანს, რომ ამ ინვესტიციის წინააღმდეგ მოაწყონ ეკონომიკური დივერსია. იმართება ერთი ხელით და ვხედავთ ჩვენ პრორუსი და პროევროპელი ყველა აღმოჩნდა ანტიქართველი. აი ეს არის მთავარი საკითხი, რაც საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს, რომ სწორედ ეს არის საკითხი, რომ როდესაც ერთიანდებიან ესეთი ასე თუ ერთმანეთის მიმართ ვითომ ანტაგონისტური ძალები, ერთი მეორეს პრორუსს ეძახის და მეორე პროევროპელს და ამაზე მიდის ასე ვთქვათ მთელი კონფლიქტი და სინამდვილეში აღმოჩნდა რომ არა მხოლოდ საერთო დღის წესრიგი აქვთ, არამედ აქვთ ასევე საერთო ფინანსები, თორემ საიდან აქვთ ეს ფული ახლა რომ აფინანსებენ, საერთო ფინანსები აქვთ, ეს აჩვენებს რომ ეს არის გარედან მართული ერთიანი კოორდინირებული თავდასხმა საქართველოზე, ქართულ ხალხზე, მის ინტერესებზე და ეკონომიკური დივერსია. ერთი ნაწილი ეს კონტექსტი უნდა გითხოთ, თქვენ პასუხისმგებლობის ნაწილში რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს სიკეთე არ დაკარგოს ქვეყანამ და მეორე მხრივ გუშინ გაიგვა, რომ უვიზო მიმოსვლის ანგარიში კორუფციის და ადამიანის უფლებების თავები ამოღებული იყო უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში. რატომ მოხდა ეს, რა რისი დამოვა ხდება თუ არ ხდება და ჩვენს კონტექსტში რას ნიშნავს ეს ყველაფერი? უპირველეს ყოვლისა, თავად უვიზო მიმოსვლის შეჩერების ეტაპებზე და ასე შემდეგ, რაც მიდის ახლა შანტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, სიმართლე გითხრათ, ცოტა არასერიოზული არის ის, რაც ჩვენ გვესმის. საუბარი იყო დიპლომატიური პასპორტებისთვის, ანუ თავარი მუქარა ახლა რაც არის, რომ დიპლომატიურ პასპორტებს უვიზო მიმოსვლას შეუჩერებენ. ეს გადაწყვეტილება ჩვენ ვიცით, კარგახნით ადრე არის მიღებული და უკვე შეჩერებული არის. და ვიზას იღებენ ის პირები, ვისაც აქვს დიპლომატიური პასპორტი, მეც როდესაც გახდით ვიზიტით ბულგარეთში, ავიღე ვიზა, ასე რომ არ ვიცი, ისევე როგორც ვიზა ავიღე, როდესაც ბრიტანეთში წავედი ვიზიტით, როდესაც ირლანდიაში წავედი ვიზიტით. ეხლა ვიზა გვაჩვენებენ, ეს არის მთელი პრობლემა, რომ ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას. არ ვიცი, რაღაც ახლა უნდა წყევლა უნდა იყოს ვიზის აღება და ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ირლანდიისგან, ბრიტანეთისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან, თუ რა ხდება? არის ვიზის საჭიროება, ავიღებთ ვიზას. ვისაც სჭირდება რომელიმე ქვეყანაში წასვლა, ვისაც აქვს ამისი საფუძველი, არავისთვის პრობლემა არ ყოფილა ვიზის აღება არასდროს. ასე რომ ერთი რომ ვიზა დიპლომატიური პასპორტებისთვის უკვე კარგახანი არის შემოღებულია, ასე ვთქვათ, და ეს დამოკიდებულება, ხა ეს ასეთი შანტაჟი ქართულ ხალხს ალბათ იმიტომ არ ახდენს გავლენას, რომ ჩვენი საზოგადოებას ახსოვს თენგიზ ჩანტლაძის ერთ-ერთი სკეჩი, ალბათ თქვენს გახსოვთ, როდესაც დააპატიმრებენ რამდენიმე ახალგაზრდას და რომ ემუქრება, რომ ბევრჯერ დაგაპატიმრებო და ერთხელ დაგაპატიმრებ, ორჯერ და სამჯერ დაგაპატიმრებო. აი ამ დონეზე არის დღეს ბრიუსელი, რომ ერთხელ შეგვიწყვიტა, ორჯერ და სამჯერ და თვითქოს არ ყოფნის ახლა ერთხელ ნათქვამი, რომ ეს უვიზო მიმოსვლა შეჩერებულია დიპლომატიური პასპორტებისთვის. ასე რომ კიდე ერთხელ თავად ეს დამოკიდებულება აჩვენებს იმას, რომ როდესაც უვიზო მიმოსვლას რაღაც ასე ვთქვათ, საჩუქრად განიხილავ და ვიზას წყევლად განიხილავს, აჩვენებს საკუთარ თავზე უპირველეს ყოვლისა რა წარმოდგენა აქვს ევროკავშირს, რომ მათ მიერ ვიზის გაცემა წყევლა არის მთელი საზოგადოებისთვის, რომ იმდენად ბიუროკრატიული, კორუმპირებული ზანტი საყავთ, რა ქვია, საელჩოებრივ საკონსულოები აქვთ, რომ ვიზის საჭიროება თუ იყო, მოგეთ გაგვაწვალებენ, დაგვტანჯავენ, გაგვყინავენ, სიცივეში დაგვაყენებენ, მათხოვრებად გვაქცევენ, რომ ვიზა მოგცენ. ამას ამბობენ საკუთარ თავს, ამბობს ახლა უპირველეს ყოვლისა, როდესაც ბრიუსელი ასეთ შანტაჟს ეწევა, რომ ისეთი ცუდები ვართ, რომ ახლა ვიზას თუ შემოვიღებთ, თქვენ იქნებით გაწვალებული, გატანჯული და ასე შემდეგ. მაშინ რა მაგას ვამბობ, ახლა ირლანდია გვტანჯავს, ბრიტანეთი გვტანჯავს.
ირლანდია გვტანჯავს, ბრიტანეთი, ანუ ირლანდია გვტანჯავს, ბრიტანეთი გვჭანდავს, ამერიკა გვტანჯავს, თუ ვიღაც გვინკტანჯავს. ამიტომ ეს ერთი. ანუ მოგურეთ მე იმის თქმა მინდა რომ დიპლომატიურ პასპორტებს რაც შეეხება ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია კარგ ახნით ადრე ეს ხელახლა ამ თემის ახლა წამოწება და თითქოს ახლა კიდე რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ უბრალოდ სასაცილო არის ეს ერთი და თავად კითხვას რაც შეეხებოდა კიდე მის მეორე ნაწილს იყო ხო რაც შეეხება ხომ შეფასებას ესეც ხო აჩვენებს აბსოლუტურ ფარისევლობას ბრიუსელის ანუ ანგარიში რომელიც შეეხება ყველა იმ ქვეყანას სადაც არის უვიზო მიმოსვლა 60 ქვეყანაზე მეტი არის და ყველგან საუბარი არის თავები არის და სტრუქტურა აქვს ყველა ამ ანგარიშს სადაც არის ცალკეთავად არის გამოყოფილი კორუფციის საკითხები ცალკეთავად ადამიანის უფლებების საკითხები და ყველა ქვეყანაზე არის და რატომღაც უკრაინაზე და მოლდოვაზეთან ამოღებულია ეს თავები კორუფციასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით იმ ორ ქვეყანასთან რომელშიც ეს პრობლემა განსაკუთრებით ჩანს შეგახსენებთ უკრაინაში ახლახან კორუფციულ სკანდალებს რომელიც უკრაინაში მოხდა და შეგახსენებთ იმას რომ ეს მხილებები რაც ბოლო პერიოდში ქონდა რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირები ჩართული იყვნენ კორუფციაში მოხდა არა უკრაინის შიდა ასე ვთქვათ მოკლებებით არამედ იყო გარედან ჩარევით და ნაბუს ამ ღონისძიებებში პირდაპირ იჯდნენ უცხოელები, რომლებიც მჩხრიკებსა და გამოძიებაში მონაწილეობას იღებენ. ასე რომ დღეს უკვე უკრაინას აღარავინ აღარ ეკითხება, ვის დაუჭერენ, ვის არ დაუჭერენ, რა საქმეს გახსნიან და რას არ გახსნიან, ეს ერთი. მეორე ადამიანის უფლებთა იგივე შეეხება მოლდოვას, რომელიც კორუფციის მხრივ სადგას ყველა რეიტინგებში ყველამ კარგად იცის. და მეორე რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ერთ და მეორე ქვეყანაში ტელევიზიები დახურეს, რომელიც მათ არ მოსწონდათ და პირდაპირ დახურეს. როგორც უკრაინაში 20 ტელევიზია ფაქტობრივად ერთი არხი მუშაობს და ერთი ბადი არის და იგივე არის მოლდოვაში და ასე შემდეგ. ახლა ყველა ის ხო ნუ რა თქმა უნდა მიაკრობენ იარლიქს პრორუსულს და ვისაც მიაკრავ პრორუსულის იარლიქს და ააკრავ ამას შეიძლება დახვრიტო კიდევაც. ეს არის დღეს პროევროპულობა ამას გულისხმობს დღეს რომ თუ ვინმეს მოცილება გინდა დაუძახე რუსი და მე მოკალი თუ გინდა ის ადამიანი აი ეს არის დღეს ევროპული ღირებულება. სტატუსთან დაკავშირებით კითხავთ, რასაც ისაუბრეთ არასამთავროებთან დაკავშირებით ლონჯარიას ნაწილში კონკრეტულ სქემას საუბრობთ რა სქემით მოიწყო დაფინანსება რა შეიძლება ამ თემაზე. ხო, ნუ რა გითხათ, ესე იგი ხო, ნუ სააკაშვილის მოწამვლიდან აქციის მონაწილეების მოწამვლამდე ხედავთ ორ ყალბ კამპანიას. ნუ ხა ეს ადამიანები ქიმიასთან რომ მარცხდებიან ყოველ ჯერზე, მე მგონი ჯობია რომ რაღაც სხვა გზას დაადდნენ, იმიტომ რომ როგორც სააკაშვილის დროს გვახსოვს ის დასკვნა კი არა, ნობელის პრემიის ლაურეატები ჩამოიყვანეთო, იმას გვეუბნებოდნენ. დაგვადგა მთელი ბრიუსელი, მთელი ელჩები მივიდნენ იუსტიციის მინისტრთან და უთხრეს რომ კვდება ადამიანი მორჩა, მოწამლე თქვენ კლავთ და გადმოგვეცით ახლა ჩვენ. აი ასეთ სიყალბეს უყურებდით ესე შვიდაც გარკვეულწილად პირდაპირ თვალში გვიყურებდა ბრიუსელის ელჩების ყველა და თვალში გვიყურებდა გვატყუებდნენ რომ სააკაშვილი მოწამლეს მას ტანჯავენ ზელენსკი გამოვიდა და ცხარიცრემლები ღვარა როგორ აწამებენ სააკაშვილის ციხეში მაია სანდუ გამოვიდა და წელიწადში ერთხელ გავახსენდებით ხოლმე რატომღაც არ ვიცი და იმანაც ცრემლები ღვარა სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით პრეზიდენტებს ალაპარაკეს ტყუილები ხო წარმოგიდგენიათ რა ტიპის და რა ძალების კოორდინირება მიდიოდა ამ ყველაფერზე ხა ლომჯარია და NGO-ებზე ხა ეს ასე ვთქვათ წვიმანი პაიკები არიან ხო მაშინ იყო მთელი კამპანია და სახალხო დამცველს სახალხო დამცველმა დადო ყალბი დასკვნა რომ თითქოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისეთი რომ არის მოცემულობა სამართლებრივი რომ მოხდეს მისი პატიმრობის გადავადება და იქვე თქვა რომ ეს ბოლომდე ვერ ვიკვლიო და რაც მხარეს აქვს წარმოდგენილი იქ ჩანს რომ საერთოდ უნდა სასჯელისგან გათავისუფლდესო დიდი ალბათობითო და სასამართლოსაც კი მიმართა რომ მომხდარიყო მისი გათავისუფლება აიღო ეს ყალბი დასკვნა ევროკავშირის ელჩმა ამ ყალბი დასკვნით მივიდა იუსტიციის მინისტრთან დემარშით დიპლომატიური დემარშით მივიდა და უთხრა იუსტიციის მინისტრს რომ ახლა გადმოგვეცით სააკაშვილი ევროპაში იმიტომ რომ თქვენ ყვდება ეს ადამიანი რამდენიმე კვირაში სტრასბურგის სასამართლო თქვა რომ ეს იყო აბსოლუტური აფერისტობა რასაც ჩვენ მაშინ
რაც ვნახეთ ჩვენ ევროპელების მათი დაფინანსებული NGO-ების მხრიდან, რომ პირდაპირ მთელი ერი 4 მილიონი ადამიანი ასე ვთქვათ, წარეთ მოგვატყუეს, როდესაც საუბრობდნენ, რომ თითქოს იყო რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემები. აი, მოქმედი ევროკავშირის ელჩი იყო ამას ჩართული და რაც შეეხება მაშინდელი სახალხო დამცველი, რომელმაც ყალბი დასკვნით ეს მოითხოვა. შემდეგ, როდესაც ამოეწურა ვადა სახალხო დამცველობის, ჩამოაყალიბა NGO და გარდასულა რამდენიმე კვირაც მიიღო მილიონობით დაფინანსება იმ ევროკავშირისგან, რომელიც მის ყალბდასკვნებს იყენებდა სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად, მიიღო როგორც ჩანს ეს იყო მის ჯილდო, რომელიც მან დაიმსახურა თავისი ყალბი დასკვნებისთვის, მიიღო მილიონობით დაფინანსება. ეს დაფინანსება შენ გამოიყენა საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად, გახსოვთ 2024 წელს, პირდაპირ აგიტაციაში იყო ჩართული და ანტიკორუფციულ ბიურო მოკვლევაც კი დაიწყო ამასთან დაკავშირებით მაშინ და შემდეგ დამარცხდა თავად არჩევნებში, ასევე სრულ შეფასებები აკეთა არჩევნებთან დაკავშირებით. ასე რომ პირდაპირ ჩანს ვინ უკვეთავს მუსიკას და ვინ არის ის მუსიკოსები, რომელიც ასრულებენ ამ დაკვეთილ ნატოს დიაკარის პოლიტიკას როგორ აფასებდეს არის როგორ ელოდებით რომელიც სამოოდ განვითარება საგარეო პოლიტიკის კუთხით და პრემიერმა ასევე ისაუბრა რომ ვიზა ლიბერალიზაცია ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის ამ ადგილში თუმცა ხდებიან რომ რევოლუციას ვერ მოწყობენ საუბარი არის აქციის მონაწილეებს აი ზოგადად რომ ისაუბროთ და ვიზა ლიბერალიზაციის საგარეო პოლიტიკას დაჩეხა მე გუშინაც ვისაუბრე ელჩების კონფერენციაზე რომ ჩვენ კაფეოდ ხედავთ რომ ის უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემა რომელიც არსებობდა ჩამოშლილი არის და ეს არის მთავარი გამოწვევა რომელიც დღეს დგას მათ შორის საქართველოს წინაშე ჩვენ არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები არ ვიცით უკრაინაში მშვიდობის დამკვიდრება რა გეოპოლიტიკური შეთანხმების ნაწილი იქნება და ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი გამოწვევებისთვის, რაც ჩვენ ქვეყანაში შეიძლება გქონდეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დღეს პროევროპულობა, პრორუსულობა ან პრორაღაცობა საქართველოს არ სჭირდება. დღეს საქართველოს სჭირდება პროქართულობა. და ამან გადაგვარჩინა ჩვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ რომ ყოფილიყავით პროევროპულები იმ გაგებით, რომელიც რასა იუკნევიჩიანეს აქვს, ჩვენ დღეს ვიქნებოდით ომით დანგრეული ქვეყანა, იმიტომ რომ ჩვენ მაშინ დავყოლოდით ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც მოდიოდა ბრიუსელიდან, რომელიც ახლაც ამოვიკითხეთ ბოლო ანგარიში, რომ ითხოვენ ჩვენთან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით სრულ თანხმედრას, მათ შორის რუსეთთან დაკავშირებით სრულ თანხმედრას და სრული თანხმედრა გულისხმობს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. და სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ვიყავით ორიენტირებული არა ევროპულ დღის წესრიგზე, არა რუსულ დღის წესრიგზე, არა რომელიმე სხვა დღის წესრიგზე, არამედ ქართულ დღის წესრიგზე, ამან გადაარჩინა ქართული სახელმწიფოებრობა. და ეს არის დღეს მთავარი ამოცანა ჩვენი პოლიტიკისა, რომ ამ მართლაც შეშლილ სამყაროში, რომელიც უბრუნდება თავის იმ საწყისებს, სადაც არა მათ შორის ყალბი ღირებულებებით ხდება და ფსევდოღირებულებებით ან ღირებულებებზე ყალბი აპელირებით ხდება ასე ვთქვათ გადაწყვეტილებების თავსმოხვევა, არამედ ყველამ დაინახა, რომ რეალურად არის საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც იწარმოება განსაკუთრებით დიდი ქვეყნების მხრიდან, აი ამ ტურბულენტურ გარემოში, ამ გაურკვევლობაში, ამ შეშლილ სამყაროში ერთადერთი რაც ჩვენ გადაგვარჩენს და რაც ჩვენ ისტორიულად ჩვენი გზამკვლევი იყო ხოლმე, ეს არის ჩვენი ქართული ეროვნული ინტერესები და ეს იქნება ჩვენი გზამკვლევი მომავალშიც. ეს არის ათასობით სამუშაო ადგილი, რომელიც შეიქმნება პირველი, ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც კი ისტორიულად განხორციელებულა საქართველოში. მეორე, ეს არის ინვესტიცია, რომელიც მოუტანს ათასობით სამუშაო ადგილს საქართველოს. მესამე, ეს არის თითქმის ჩვენს ეკონომიკურ ზრდაში თითქმის 1%-იანი
შენატანი, ასე ვთქვათ, რაც ჩვენს ეკონომიკურ ზრდას, წლიურ ეკონომიკურ ზრდას დაემატება. ეს არის ჩვენი მოსახლეობისთვის, თითოეული ადამიანისთვის საბოლოო ჯამში კეთილდღეობის და ეს არის თანამედროვე სტანდარტის, თანამედროვე კონცეფციის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც განხორციელდება თბილისში და ბათუმში და საბოლოო ჯამში ეს არის პროექტი, რომელსაც არ აქვს არც ეკონომიკური, არც საზოგადოებრივი, არც პოლიტიკური, არც სოციალური, არც ფინანსური არანაირი ნაკლი არ აქვს საერთოდ. და შესაბამისად ამიტომაც არის მოწადინება, რომ ეკონომიკური დივერსიით დააზიანონ ეს პროექტი და ამას უნდა დაუფიქრდეს თითოეული მოქალაქე, დაფიქრდეს, რომ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, როდესაც ალტინფო და ნაცმოძრაობა გაერთიანდება, რასთან გვაქვს საქმე, ხომ უნდა ყველა მიხვდეს, ხომ ვისი ხელით იმართება და ვინ არის ის ფარული ბრძანებელი, რომელიც ამ ეკონომიკურ დივერსიას გეგმავს და მართავს. ნატოს ღიაკარის პოლიტიკაზე კითხავს და მე კითხვა ორპირიქარის პოლიტიკა არის არა ეს შეგიძლიათ არ გინდათ ამას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს თამარ ნიარაბიშვილს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა, ჯაშუშობას ედავებიან ამ თამარ ნიარაბიშვილს და 10-დან 20-მდე ციხეში უპირებენ გაშვებას. რას ვაპირებთ, რას აპირებთ, რა ვერკეტები გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქე, საქართველოს მოქალაქე 10-დან 20-მდე დღევანდელი რაღაც ინფორმაცია საუბრობ გუჟა. არ ვიცი ამ ინფორმაციას არ ვფლობ. ზოგადად იცით რომ სამწუხაროდ არის ფაქტები, როდესაც ხდება საქართველოს მოქალაქეების დაკავება უკანონოდ, თავისთავად როდესაც საქმე გვაქვს ჩვენ უკანონო რეჟიმთან, ნებისმიერი ასეთი ქმედება თავისი არსით არის უკვე უკანონო, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც შინაარსი ბრალდებებისა არის ასევე თავისი არსით უკანონო, ასე რომ რა თქმა უნდა ჩვენ ყველა ზომას მიმართავთ იმისთვის, რომ ასეთი უკანონობა შეწყდეს. და მეორე კითხვაზე დაგისვამოთ შეიძლება. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ ინფორმაცია მე არ მაქვს, თქვენ ინფორმაციას დამყნობით საუბრობთ. ეს ინფორმაცია ბაშურის ოჯახის წევრებმა თუ არ უცდები მათი და მოკლედ ასე შევთანხმდეთ, თქვენ ინფორმაციაზე დამყნობით გიპასუხოთ. მაშინ მეორე კითხვაზე გადავა ბატონ შალვა. თუ შეგიძლიათ გითხარით, ვინ უწერს ტექსტებს მიხეილ ყავალაშვილს? ზოგადად მე იმას ვიტყოდი, რომ რაც შეეხება TV პირველის აგდებულ გასაგებია, გაინტერესებთ, მაგრამ რაც შეეხება TV პირველის აგდებულ ტონს, რაც შეეხება მე პასუხობ. მოისმინეთ პასუხი. მოისმინეთ პასუხი. რაც შეეხება TV პირველის აგდებულ რაც შეეხება TV პირველის აგდებულ ტონს, ასაგდებები მოიკითხეთ თქვენ პოლიტიკურ გუნდში. ნატოს ღიაკარის პოლიტიკას როგორ უპასუხებთ, ეს არის რა ორპირიქარის პოლიტიკა. ასე აფასებენ მარგოჩი. გიპასუხეთ. ნატოს ღიაკარის პოლიტიკაზე რომ მოგითხრათ. გითხარით, რომ არ მესმის თქვენ. ნატოს ღიაკარის კი ბატონო. გიპასუხეთ, სხვა პასუხი თქვენთვის არ მაქვს. არ მაქვს სხვა პასუხი თქვენთვის. რაც შეეხება ნატოს მე სხვა პასუხი თქვენთვის არ მაქვს, რაც შეეხება თქვენი ტელევიზიის აგდებულ ტონს, ასაგდებები მოიკითხეთ თქვენს პოლიტიკურ გუნდში. გასაგებია. რაც შეეხება გიპასუხეთ და თუ შეიძლება დააცალოს. რაც შეეხება ღიაკარის პოლიტიკა, რომელიც აღმოჩნდა, რომ სულაც არ ყოფილა ნაგულისხმები, როგორც ღიაკარის პოლიტიკა და ამ ღიაკარის პოლიტიკა, როგორც ჩანს, იყო მხოლოდ გარკვეული, ასე ვთქვათ, ცრუ იმედების მიცემა მთელი ხალხებისთვის. და ბორის ჯონსონის ბოლო განცხადება, როდესაც ის საუბრობს, არც არავინს უგულისხმია ოდესმეო, ან არც არავინ გეგმავდა ოდესმეო უკრაინის მიღებას ნატოშიო და მათ შორის ზელენსკიმაც თქვა რამდენიმე დღის წინ, რომ ბაიდენის მხრიდანაც მას ჰქონდა, მას უთხრა ბაიდენმაც ამდენჯერმე, რომ არავინ არ აპირებდა უკრაინის მიღებას ნატოში. და ეს განსაკუთრებით დამსწრებდი მძიმეა ამის მოსმენა, ამის გააზრება, რომ სინამდვილეში, როგორც ჩანს, არც ვინმე აპირებდა უკრაინის თუ საქართველოს, რა ვიცი, საერთო ეს ერთ კონტექსტში არის, თუ კი ბუქარესტის სამიტის კონტექსტს გავიხსენებთ, ჩვენს
რეალურად მიღებას ნატოში. ამას გვაფიქრებინეს მათ შორის ის, რომ საქართველოს ძალიან დიდი ფასი გადაიხადა იმისთვის, რომ ჩვენ ნატოს ალიანსის წევრი ყოფილიყავით. ჩვენ ნატოს გავყევით ყველგან, სადაც არ მოგვეთხოვებოდა ყოფნა, მაგრამ ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა ნატოსთვის და მისი წევრებისთვის, რომ ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ გსურს ნატოს წევრობა, ჩვენ ამას გულისხმობთ კიდევაც და ჩვენ ვართ მზად, რომ როგორც ნატოს პასუხისმგებლიანი წევრი ვიყოთ იქ, სადაც არის საჭირო. ჩვენ ეს ვაჩვენეთ ერაყში, ჩვენ ეს ვაჩვენეთ ავღანეთში, სადაც ნატოს წევრ ქვეყნებთან შედარებითაც კი ვიყავით სამეულში კონტინგენტის რაოდენობის. და ჩვენ დიდი ფასი გადავიხადეთ იმისთვის, რომ ნატოს თვის გვეჩვენებინა ჩვენი სერიოზული დამოკიდებულება ალიანსის წევრობისთვის და მსოფლიოში უსაფრთხოების დაცვაში ჩვენი წვლილის შეტანის სურვილში. მაგრამ მაგრამ ჩვენ ამის საპირწონედ გვესმოდა მუდმივი საბაბები, რატომ არ გვიღებდნენ ნატოში, მუდმივი მიზეზების და საბაბის მოძებნა, მაშინ როდესაც საქართველოს ყველანაირად აკმაყოფილებდა ნატოს წევრობის კრიტერიუმებს, როგორც სამხედრო თავსებადობით, ისე ინსტიტუციური განვითარებით, ყველაფრით აბსოლუტურად და ნახეთ ჩვენ თუ კი ნატოს უნდა ერთ თვეში იღებენ წევრებს, როგორც ფინეთი და შვედეთის შემთხვევაში იყო. როგორც ჩანს, ჩვენთან ეს სურვილი სერიოზული არ იყო. ზოგიერთი წევრის მხრიდან და ვიცით, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას სჭირდება კონსენსუსი. და იქ ერთი წევრიც რომ წინააღმდეგი იყოს, რა თქმა უნდა, რთულია მე გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ საერთო განწყობა ჩვენ ამას გვაჩვენებს და მეორე მძიმეა, იმიტომ რომ თუ გავიხსენებთ ჩვენ უკრაინაში ომის დაწყების წინა პირობებს, ჩვენ გახსოვთ, რომ 2021 წლის დეკემბერში შემდეგ გაირკვა რუსეთმა წერილი მიწერა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმებას ითხოვდა და ერთ-ერთი საკითხი იყო უკრაინის არ გაწევრიანება ნატოში. მაშინ ამერიკამ ამაზე უარი უთხრა რუსეთს და დაიწყო კიდევაც ომი. და გახსოვთ, რომ პირველივე დღეებში ომისა გამოვიდა პრეზიდენტი ზელენსკი და თქვა, რომ ის მზად არის უარი თქვას ნატოს წევრობას, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ნატოს წევრობის საკითხი იყო, როგორც ჩანს, ერთ-ერთი წინაპირობა უკრაინაში ომის დაწყებისა. და ჩვენ ნახეთ, რომ სტამბულში, როდესაც შეთანხმების პროექტი მომზადა და მოხდა პარაფირება, არახამია ხელმძღვანელობდა მომლაპარაკებლების გუნდს უკრაინის მხრიდან, მან ხელი მოაწერა წინასწარ დოკუმენტს, რომლის ერთ-ერთი პუნქტი იყო სწორედ ნატოს წევრობაზე უარის თქმა და როგორც არახამიამ შემდეგ თქვა, ეს პირობები მისაღები იყო მაშინ უკრაინისთვის და იყო კარგი პირობები სამშვიდობო შეთანხმებისა, თუმცა შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა კიევში და როგორც არახამია ამბობს და სხვები ხელისუფლებიდან თქვა, რომ არანაირ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწეროთ, მოდით ვიბრძოლოთ. აგერ იბრძვიან უკვე 4 წელია და მივიდნენ ისევ იქ, საიდანაც დაიწყო ეს ყველაფერი 2021 წლის დეკემბერში, როდესაც საუბარი იყო, როდესაც იყო რუსეთს და ამერიკას შორის როგორც ჩანს მიმოწერა 2022 წლის მარტში, როდესაც შეთანხმების პროექტი მომზადა. მივიდა ისევ იქ, რომ უარს ამბობენ ნატოს წევრობაზე, ნატო ამბობს უარს უკრაინის მიღებაზე და ასე შემდეგ. აი ეს არის ჩვენ დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთია, თუმცა უკრაინა სამწუხაროდ ძალიან მაღალ ფასს იხდის იმისთვის, რომ მას ასეთი იმედები მისცეს ნატოს წევრობისა, რომელიც როგორც ბორის ჯონსონმა ახლა განაცხადა, არც არავის უგულისხმია სერიოზულად არასდროს. და 4 წელი ომობენ საკუთარი უფლებისთვის იყოს ნატოს წევრი და გამოდის, რომ ფუჭი აღმოჩნდა ეს ყველაფერი და დაუბრუნდნენ ისევ იმ წერტილს, რომ უარი უნდა თქვა ნატოს წევრობამდე. აი ეს არის ტრაგედია, რაც ჩვენი თვალით ვხედავთ. აღარაფერს ვიტყვი მე 2008 წლის ომზე, ამ გადმოსახედიდან არ შევაფასებ, თუმცა ის რომ ბუქარესტის სამიტზე ჩვენ ნაცვლად იმისა, რომ მიიღოთ თამამი გადაწყვეტილება და წევრობა შემოეთავაზებინათ, მიიღეს ნახევარ გადაწყვეტილება, რომ ერთის მხრივ თქვენს რომ აუცილებლად გახდებოდა საქართველოს ნატოს წევრი, ამით ჩვენ პირდაპირ
გვაქციეს სამიზნედ და წითელ ნაჭრად და შემდეგ არც არაფერი მოყვა ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში ესეც იყო რა თქმა უნდა ერთ-ერთი ფაქტორი რამაც შემდეგ სხვადასხვა მოვლენები გამოიწვია საქართველოში. აი ესეთი ნახევარ გადაწყვეტილებებით, იმედების მიცემით, რისკის წინაშე დაყენებით და საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობისგან გაქცევით, რაც ჩვენ ვიხილეთ, თუნდაც უკრაინასთან დაკავშირებით, როდესაც ახლა ამბობენ, რომ არც არასდროს გვინდოდა თურმე უკრაინის მიღება და ეხლაც პრობლემა არ არის, რომ უარი თქვან ნატოს გაფართოებაზე უკრაინის მიმართულებით. ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით გითხავთ, მან ისაუბრა მნიშვნელოვანი ოპოზიციის ერთობა და ამ ნაწილში თქვა, რომ ერთიანი ფრონტი უნდა გაიხსნასო, უნდა ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება ერთად ცოტა გავერთიანდეთ და როგორ ხედავთ თქვენ ოპოზიციის ამ ერთობას, ერთიან ფრონტს ბევრჯერ გვინახავს დასაწყისიც და დასასრულიც, მაგრამ ამ შემთხვევაში რა ძალა ექნება და თვითონ მისი ფაქტორიც ამ ოპოზიციის გაერთიანებაში. არ ზურაბ ჯაფარიძეს მე მგონი ნათელია უკვე რომ არის ყველაზე არასერიოზული ფიგურა რადიკალებს შორის. თუ არა აგერ გამოჩნდება ახლა გირაოს გადაიხდის თუ არა. ანუ ის დრამაქვინობა რაც მან მოაწყო ციხეში შესulis სცენების დადგმით. შემდეგ იმ დრამაქვინობით რომელიც მოაწყო ციხიდან გამოსვლაზე არ ვიცი ხა ამ ადამიანს თუ ასეთი სუსტი ნერვები ჰქონია და ასეთი ფაქიზი არსება თუ იყო არ გვეგონა, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისი ქცევიდან გამომდინარე და მე მგონი დადასტურდება ახლა გირაოსთან დაკავშირებით, რომელსაც ვატყობთ ჩვენ, რომ ისეთი ასე თქვათ პროპაგანდა მოაწყეს მის გარშემო და პიარი ასე თქვათ მოიწყო, რომ აპირებს გირაოს გადახდას, შეგახსენებთ, რომ გირაო რომ არ გადაიხადა, მაგიტომ მოხდა თავის დროზე მისი დაკავება. ასე რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ საქმე გვაქვს არასერიოზულ ადამიანთან, რომელიც მე მგონი ყველა მიცის ისეთ. არ ვიცი, არა, უკვე ზოგადად ახლა რადიკალური ოპოზიცია რომ არასერიოზული ხალხით არის დაკომპლექტებული, ეს ერთი უბედურება, მაგრამ ამ დონის ასე თქვათ კლოუნმა თუ უნდა გააერთიანოს ოპოზიცია, ეს კიდე მათი პრობლემა არის, ანუ დრამაქვინის გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციას რა უნდა ვთქვა. ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ახალი საქმის გააქტიურება მის განცხადებებს უკავშირდება, მათ შორის ქიმიური იარაღის სკანდალი. აი ეს დრამაქვინობა არის, აი ასისულელია. მისი გაჩუმება გინდათ თქვენ და ამიტომ აი ესეც კიდევ ერთხელ არის დრამაქვინობა. ნუ ახლა რამდენი უნდა იტიროს ამ ადამიანმა ბოლო-ბოლო. ესე იგი, რაც შეეხება იმ საქმეს, რომელთან დაკავშირებით გუშინ ახკვეთ გონიზებაზე იყო რჩელობა, რამე სიახლე არის მისთვის, ახლა ეს საქმე რამდენიმე კვირის წინ იყო, ეს ბრალდებებით საყენებული და მათ შორის სხვა პირების მიმართ, რომელიც დღეს არიან სასჯელს ახსოვებს დაწესებულებაში, იქიდან გამომდინარე, ისინი სასჯელს იხდიდნენ, ახკვეთ გონიზებასთან დაკავშირებით პროკურატურას არ მიუვარდა სასამართლოსთვის. როგორც კი მან მოიხადა თავისი სასჯელი, პროკურატურამ, რა თქმა უნდა, იმჯერა უკვე ახკვეთ გონიზება რა უნდა იყოს იმ საქმესთან დაკავშირებით. ასე რომ კიდევ ერთხელ ქართული ოპოზიციის დრამაქვინის სტატუსის ფლობელი ადამიანი მხოლოდ უბრალოდ ადასტურებს აი ამ სტატუსს. ჩემი გაჩუმება უნდა თუ ამბობს ზურაბ ჯაფარიძე შინიათ ქიმიური იარაღთან დაკავშირებით ჩემი განცხადებების და ზოგადად დრამაქვინის ყველაზე მთავარი თვისება ის არის, მას ვერ გააჩვენებს. ანუ საუბარი უყვართ და წუწუნი ყველაფერზე, ასე რომ ჟურნალისტებზე განხორციელებული ბულინგი და ზეწოლა ზოგადად უმშეობასით და კონკრეტულად ეკა გიგაუმა განხორციელა ზეწოლა მოდელთა გეტყვით ისტორიის ჟურნალისტმა გამოკითხვა ჩაატარა არჩევნებთან დაკავშირებით მიდიოდნენ თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ამასთან დაკავშირებით ვრცელი სტატია მიუძღვნა რომ ის არის არაპროფესიონალი. ზოგადად რაც არ უნდა არ მოწონდეს რესპონდენტს კითხვა მიღებულია თუ არა ბულინგი და მithumetes იმ მსგავსი ზეწოლა რაც ბევრჯერ მოხდა რა. ну გამომდინარე იქიდან რომ საერთაშორისო გამჭვირვალება არის ესტონეთში რეგისტრირებული ორგანიზაცია, ალბათ ესტონეთის საელჩოს უნდა მიმართოთ, რომ მისი ორგანიზაცია რაღაცნაირად იქნებ შეეშვას მედიაზე ზეწოლას, იმიტომ რომ ფაქტია რომ ეს რაღაც ესტონური ორგანიზაცია, რომელიც მედიაზე ზეწოლას ახდენს, არის მიუღებელი. ამ კითხვა ვრევთ. მადლობა.